გაახლა სპორტის ახალი ამბების დროც, რომელსაც უკვე ტრადიციულად ლაშა რამაზაშვილი გაგვაცნობს. ლაშა, მოგესალმებით, სტუმრებთან ერთად ხარ წარუმატებელი და მივესალმებით მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს. მოკლედ ძალიან საინტერესო თემაა ჩვენ იბერიის ჩემპიონობაზე ვისაუბრეთ, გავაცანით მაყურებელს არაერთხელ და სწორედ ჩემპიონები არიან დღეს ჩვენი სტუმრები, ასე რომ თქვენის ნებართვით სტუმრებთან გადავინაცვლებთ და საკმაოდ საინტერესო საუბარი გველოდება წინ. შუადღემშვიდობის ნიკოლოზ დადიანი, კლუბის ფეხბურთელი და ტარიელ ხეჩკაშვილი, იბერია 1999 პრეზიდენტი არიან დღეს ჩვენი სტუმრები. მოგესალმებით, გილოცავთ პირველ რიგში, ეთერის საშუალებით მანამდე რამდენჯერმე შევეხით ამ თემას და ძალიან სასიხარულო ზოგადად ქართველი გულშემატკივრისთვის ის ფაქტი, რომ გამოჩნდა ქართულ ასპარეზზე კლუბი, რომელიც ინარჩუნებს სტაბილურობას. ეს იყო წლების განმავლობაში ძალიან დიდი პრობლემა და ქართული ფეხბურთის ნეიტრალურ კომაქს ყველაზე მეტად დარწმუნებული ვარ ესახარებს, იმიტომ რომ ევროტურნირებისთვის ეს სტაბილურობა ყველაზე მეტად გვაკლია ხოლმე და გვჭირდება და მადლობა თქვენ რომ ასეთი საინტერესო სეზონი შემოგთავაზეთ. ბატონ ტარიელ, ნიკოლოზისგან დავიწყებ რამდენიმე საინტერესო კითხვით და შემდეგ ჩვენს ვისაუბროთ. პირველ რიგში კარგი სეზონი მინდა მოგილოცო როგორც ფეხბურთელს და ისიც უნდა იცოდეს მაყურებელმა, რომ ეს არის შენთვის პირველი კლუბი, აქედან დაიწყო შენი საფეხბურთო კარიერა და ფეხბურთელები, რომლებთან ერთადაც წლების წინ რომელთა თამაშებსაც წლების წინ ტრიბუნიდან ადევნებდი თვალს, დღეს აგერ უკვე ერთად აღნიშნეთ ჩემპიონობა. რა ემოცია იყო შენთვის პირველ რიგში ეს ფაქტორი, იმიტომ რომ კუმირად ქცეულ მოთამაშეებთან ერთად ბავშვობაში დღეს მოედანს იზიარებდე და საჩემპიონო პედესტალზე იდგე, არც თუ ისე ხშირი შემთხვევა არის მსოფლიო ფეხბურთში. ასეთი და საინტერესოა შენი აზრი ამასთან დაკავშირებით. კი, მოგესალმებით პირველ რიგში, ძალიან მაგარი გზნობა არის და ამავდროულად ძალიან უცნაური არის, როდესაც ეხლა რამოდენიმე წლის წინ მათი ფანი ვიყავი, ესე რომ ვთქვათ, გულშემატკივარი პატარა ვიყავი და ეხლა უკვე რომ მაგათთან ერთად ჩემპიონი გავხდი, ეს ჩემთვის საამაყო არის. ამ კლუბის გაზრდილი ვარ და უდიდესი პასუხისმგებლობა არის ჩემთვის, რომ აქ გავიზარდე, აქედან დავიწყე ყველაფერი და შემდეგ უკვე პირველი გუნდის წევრი გავხდი და წელსაც ჩემი წვლილი შევიტანე ჩემპიონობაში. თითოეულ ფეხბურთელმა უდიდესი სამუშაო გასწია ამისთვის და ბედნიერი ვარ იმით, რომ დღეს ჩვენ ჩემპიონები გავხდით. სეზონზეც უნდა გკითხო აუცილებლად, იმიტომ რომ ბოლო მონაკვეთამდე არავინ არ იცოდა ვინ გახდებოდა ჩემპიონი. ძალიან დაძაბული იყო და ასეთი გამორჩეული სეზონიც იშვიათად გვინახავს ხოლმე ქართულ ფეხბურთში. ამ ყველაფერს დაემატა ისიც, რომ პროცესში სამწნულო შტაბში იყო საკადრო ცვლილებები, რაც ხშირად საკმაოდ მტკივნეულად გადააქვთ ხოლმე გუნდებს. შენთვის როგორც ფეხბურთელისთვის რამდენად რთული იყო აი ამ მონაკვეთის გავლა და ზოგადად შიდა სამზარეულოს ამბებიც რომ მოგვიყვე ეს დრო როგორ გადალახა? კი ბატონო, საკმაოდ რთული გამოდგა წლევანდელი სეზონი ჩვენთვის. თქვენ როგორც ახსენეთ, უკვე სამწნულო შტაბის შეცვლაც რაღაც ხრივ მოქმედებს ხოლმე ფეხბურთელებზე, მაგრამ ისეთი ხარისხის ფეხბურთელები და ისეთი ერთიანი გუნდი ვიყავით, რომ ამან გადაგვაჭრევინა ყველანაირი პრობლემა. საკმაოდ რთული იყო, როდესაც ევროტურნირების შემდეგ მოგვიწია ეროვნულ ლიგაზე რეაბილიტაცია, იმიტომ რომ მთელი წელი როდესაც ემზადები ევროტურნირებისთვის, შემდეგ გულშემატკივარსაც და საკუთარ თავსაც როცა იმედს უცრუებ და წარუმატებლად გამოდიხარ, საკმაოდ რთული არის, რომ რეაბილიტაცია მოახდინო, მაგრამ ისეთი კალიბრის ფეხბურთელები შევიკარით, რომლებმაც შეუძლიათ ეს ყველაფერი. მაყურებლისთვისაც საინტერესო იყო, იმიტომ რომ ქულა-ქულაში მიდიოდა და ფეხის დაცნინამდე იყო ეს ჩემპიონატი, ესე რომ ვთქვა და ჩვენ დასაბედნიეროდ სწორედ ჩვენთან დაუწდა ქორს ფეხი და როდესაც მოვიგეთ ზეიძეთ ამის მერე 9 თამაში გადავობით გამარჯვებების სერია და გავხდით საჩემპიონო მატჩი. კი, საჩემპიონო მატჩი გავიმარჯვეთ და იმის მერე ის რომ იმ გუნდმაც არ დაკარგა ქულები. ჩვენც ისე მოხდა რომ ყველა თამაში მოვიგეთ და ბოლო ტურამდე ძალიან დაძაბული იყო და მაყურებლისთვის რა თქმა უნდა ყოველთვის საინტერესო არის და ბედნიერი ვარ რომ მაინც მოახერხეთ ეს ჩემპიონობა და გავხდით გამარჯვებული. გუგან ერგაძეს უნდა მიულოცოთ აუცილებლად, იმიტომ რომ ასეთ სულ პერიოდში ჩაუდგე გუნდს სათავეში და მოახერხო ასაკის მიუხედავად ამ ხელა, ასე ვთქვათ, ჩემპიონატთან ჭიდილი, ეს ნამდვილად არ არის მარტივი ამბავი. მეორე ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი გახდა, ვინც ჩემპიონის ტიტული ჩაიწერა აქტივში და ნამდვილად მისავალცე ამბავია. ბატონო ტარიელ, თქვენთან უნდა გადმოვიდე კითხვით. რა იყო პროგრამა მინიმუმი სეზონის სტარტზე, იმიტომ რომ ყოველთვის რთულია წარმატებული საჩემპიონო გუნდის ბირთვის შენარჩუნება და არაერთხელ გვინახავს სამწუხაროდ ქართულ ფეხბურთში, რომ თქვათ აი წარმატებული რამდენიმე სეზონის შემდეგ გუნდებს ექმნებათ ხოლმე ძალიან დიდი პრობლემა და თქვენ შემთხვევაში ეს ყველაფერი სხვანაირად მოხდა. პირველ რიგში დიდი მადლობა მოლოცისთვის, მადლობა მინდა მოგახსენოთ, რომ ქართულ სპორტს ფეხბურთს უთმობთ დროს ვითომეთის პირდაპირ ეთერში არ არიან განებიურებული ფეხბურთელებიც და მენეჯმენტი, რომ ქართულ ფეხბურთზე ვილაპარაკოთ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი სკოლის აღზრდილი და თან უკვე ახალგაზრდა ნაკრების და დარწმუნებული ამასვანაძის ნაკრების წევრია, მაყურებელმა იცის დარწმუნებული. გამოირჩევა და
ერთ-ერთი ლიდერია ახალგაზრდა ნაკრების და შორს არ არის დრო, როცა ეროვნული ნაკრების მაისურსაც მოიგებს, რა თქმა უნდა, თვითონაც ცნობიერებს და ჩვენც რომ ამისთვის დიდი შრომაა საჭირო, მაგრამ დიდი პატივია წარმოადგინა შენი ქვეყანა და ყველაზე მეტად ეს გვახარებს ჩვენ სტაბილურობასთან ერთად, რომ ყველაზე მთავარი მისია რაც არის, რომ ჩვენ ვართ ძლიერები პირველ რიგში, ჩვენი აკადემიის აღზრდილები და იმ ფეხბურთელებით, რომლებსაც შეუძლიათ ის ფასეულობა გაიზიარონ, რაზეც დგას იბერია, ეს არის რა თქმა უნდა ერთისრულობა, გუნდური თამაში, fair play პრინციპის დაცვა და ყველაზე მთავარი და პირველი თავარი ჩვენთვის რა თქმა უნდა გულშემატკივარია და მიხარია რომ ჩვენ ყოველწლიურად გვემატება ერთგული გულშემატკივარი, თუმცა იმასაც ვაცნობიერებთ და მიუხედავად იმისა რომ წარმატების ფონზე ვაცნობიერებთ რომ მაინც ვალში ვგზავნთ თავს, ალბათ ყველა გუნდი ვალში ვგზავს გულშემატკივართან, ჩვენი თავარი საზრდოობა შემდგომში იმ სტაბილურობასთან ერთად რაც ეროვნულ დონეზე მივაღწიეთ, აუცილებელია რომ ის შეცდომები რომელიც თავის დროზე იყო დაშვებული არ აქვს ახლა ამ მნიშვნელობა ეს იყო სამწუხარო შტაბიდან მენეჯმენტ მთლიანად გუნდი ვარ და შესაბამისად ეს პასუხისმგებლობა პირველ რიგში მე უნდა ავიღო და ყველა ის ამ კლუბთან თანამშრომლობს რომ ჩვენ შევძლოთ უფრო წარმატებულები ვიყოთ ეროვნულის გარდა ევროპულ ასპარეზზე, მაგრამ ამისთვის საჭიროა სტაბილურობა და ჩვენი გუნდი ამითაც გამოირჩევა ბოლო 7 წლის მანძილზე 7 ტიტული მოვიპოვეთ, 3-ჯერ ჩემპიონი გავხდით, მოგეხსენებათ 3-ჯერ თასი და დღეს სუპერთასი. ეს შემთხვევით არ ხდება და ყველაზე მთავარი რეგულარულად ჩვენი ფეხბურთელების ფაქტურად ერთგვარი ფანჯარაა ჩვენი გუნდი, უახლოესი გზა არის ნიჭიერი ქართული ფეხბურთელების ამას ხაზს გავუსვებ, ქართული ფეხბურთელებისთვის არის საშუალება იმისა რომ ევროპულ ფეხბურთზე ღირსეულად წარმოადგინოს ნაკრების მომარაგება წლების განმავლობაში. ეს არის თავარი მისია. მე მიმაჩნია რომ რამდენიმე კლუბთან ერთად იბერიაზეც გადის მანამდე საბურთალოში. გულშემატკივარ სანამ გამგვიკითხავენ, პირველ რიგში ამ კუთხით შეხედონ იბერიას საქმიანობას, იმიტომ რომ ეროვნულ ნაკრებში რა ფეხბურთელო მინიმუმ არის შენი აღზრდილი და გიხარია რომ ის ზემი შედგა, მე მგონია ეს არის მთავარი მისია იბერიას. ეს არის ყველაზე დასაფასებელი, რა თქმა უნდა. ჩვენ შევეხეთ ახალგაზრდა ნიჭიერ ფეხბურთელებს და გიზი მამაგეიშვილსაც უნდა მივულოცოთ და თქვენს კლუბსაც რომ ასეთ წარმატებულ გზაზე წავიდა კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, რომელიც დარწმუნებული ვარ ძალიან მალე უკვე ეროვნულ ნაკრებს გამოადგება ისე როგორც ჩვენ გვიხარია და ზოგადად ფეხბურთელების ჩამოთვლას არ დავიწყებთ, იმიტომ რომ ეროვნულ ნაკრებში არაერთ ფეხბურთელს უთამაშია და თამაშობს სწორედ თქვენი აკადემიიდან ფეხბურთ დაწყებული და ეს რა თქმა უნდა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. ამ კუთხით ვიცი რომ იგეგმება სიახლეები, იმიტომ რომ საკმაოდ ამავე განცხადება გააკეთეთ, სოლიდურ თანხაზე არის საუბარი, დაახლოებით 20 მილიონის ინვესტიცია ქართულ კლუბებში, ხშირი შემთხვევა ნამდვილად არ არის. ყოველ შემთხვევაში მე არ მახსენდება. ამ პირველ რიგში თქვენს ნებართ შევეხები თავარს სადაც შეეხება გიზის მინდა მიულოცო და თქვა რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ფეხბურთელებს აქვს საშუალება არა აზიის რომელიღაც ქვეყნებში ან ისეთ გუნდს რომელიც ზოგი არ იგუგლება ისეთ გუნდში წავიდეს, არამედ ევროპულ წამყვან ლიგებში, პორტუგალიაში, დანიაში, ესპანეთში და ავსტრიაში და ევროპა ლიგების მოთამაშე გუნდებს საშუალება. მე მგონი ეს ერთ რამე ღირს და ეს არ არის მარტო ჩვენი გუნდისთვის წარმატება და მარტო ფინანსურ მხარით უნდა შევხედავთ, მნიშვნელოვანია ეს ფეხბურთელები შემდგომში ჩვენ ეროვნულ ნაკრებს ემსახურებიან და ყველაზე მთავარი რა თქმა უნდა პირველი მე განკითხვის გინებისაგანი ხდება კლუბის ხელმძღვანელობა და მათ შორის და მაგრამ მინდა რომ სხვა კუთხითაც შევახდეთ თუნდაც თავარი კითხვა არის ხოლმე რატო გაუშვით და იმას არავინ არ აქცევს ყურადღებას რომ სასწორზე დევს ყველაზე დიდი ევროტურნირები რომლის თამაშის საშუალებაც როგორ გინდა რომ მოაკლო შენ გაზრდილ კონკრეტულ მაგალითს მოვიყვან მაგალითად იგივე იკა ტაბატაძეს შაშან ჩვენ შეგვიძლია სასწორზე გვედა წარმოგიდგენთ ჩემთვის პირადი იყო ხო ნუ ჩემპიონობა სასწორზე გუნდის ლიდერი ბომბარდირი და ამ დროს ესპანეთიდან საუკეთესო შემოთავაზება ფეხბურთელი რომელიც არ მოხდილია გუნდის მიმართ ორჯერ ჩემპიონი გახდა ჩვენი აღზრდილი და ისეთი შანსი აქვს ეს შანსი რო არ მიგვეც ორი კვირის მერე და ერთი თვის მერე როცა მთელი 40,000-იანი სტადიონი მის სახელს და გვარს და ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს ერთი თვის მერე ყველა ამბობდა რომ ნუ რაღა კარგი გაკეთდა რომ ეს ტრანსფერი შედგა აი ერთი წუთი წარმოგიდგენთ ეს ფეხბურთელი არ გაგვეშვა ეროვნულ ჩემპიონატშიც როგორც ლიდერს დავკარგავდით დემოტივირებას და ერთ ქართულ ფეხბურთელს რომელიც შვილივით გავზარდეთ ჩვენი აკადემიის აღზრდილია მთელ სიკეთეს წყალში ჩავყლიდით მხოლოდ იმის გამო რომ ფეხბურთელს შანსი არ მიეცით ფეხბურთელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი мотиваცია როცა მას აქვს განვითარების შესაძლებლობა ჩვენ მარტო ვიწვო მერკანტილური ინტერესებიდან არ უნდა ვიხმძღვანოთ რა თქმა უნდა ეს არ გამორიცხავს იმას რომ იმის პარალელურად აუცილებლად შევსება უნდა მიხვდა შაშან სამწუხაროდ იყო სუბიექტური მოვლენებით ის გამოც რამოდენიმე ფეხბურთელებმა კარიერა გააგრძელა და დამსახურებდა წარმატებულად დავუშვათ უცხოურ კლუბებში, მაგრამ იყო გარკვეული უმადურობის თუ რაღაც
მათ შორის მენეჯმენტი მათ შორის შეიძლება ჩემიც ბუნებრივია შეცდომის და ამ შეცდომას რა თქმა უნდა გავითვალისწინებ და გამოვასწორებ, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდი დანაკარგი ქონდა წლის დასაწყისში, ჩვენ შევძელით, რომ ღირსეულად ჩაგვენაცვლებინა და ეს პირველად მოხდა ეროვნულ ჩემპიონატის ისტორიაში, რომ გუნდმა ზედიზედ მეორეჯერ მოიპოვა ჩემპიონატი. რა ბოლო 10 წლის მანძილზე ეს რაღაც არ მოხდა რა, მაგრამ წელს რა თქმა უნდა თადარიგი დავიჭირეთ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კაი ტრანსფერი გავაკეთეთ, ორი ფეხბურთელია, რომელსაც კონტრაქტს ვადა გავუვიდა და მუშაობთ ინტენსიურად მათი შემდგომში რომ გააგრძელდეს, თუმცა ჩვენ უკვე შემცვლელებიც აქ გვყავს, ამბობ თუნდაც გიზის მიმართულებით საკმაოდ კვალიფიციური ფეხბურთელები უნდა ჩამოიყვანოთ, ვაპირებთ გაძლიერებას, პირდაპირ გეტყვით, რომ იმ პირობებში, რა პირობებშიც დღეს ნაკონკურენტული გარემო გვაქვს, რა პირობებიც არის ეროვნულ ჩემპიონატში, ძალიან ძლიერიან კონკურენტული ფეხბურთი ჩამოყვანა, მოტივირებული, შეიძლება სახელი და გვარი იყოს, მაგრამ მისი იქით არანაირი მონდომება არ იყოს, და მხოლოდ ფინანსები არ განსაზღვროს, მინდა გითხრათ, ძალიან მნიშვნელოვანია და იმედი ამ თემაზეც ჩვენ როგორც ფეხბურთის ფედერაციას და როგორც მარეგულირებელთან, განვითარების ფონდთან, ფეხბურთის განვითარების ფონდთან, როგორც დამფინანსებელთან და კლუბების მენეჯმენტთან ერთად ერთხელ და სამუდამოდ დავждდები და ვისაუბრებთ იმ პრობლემების შესახებ და იმ makrisის შესახებ, რომელშიც არის აკლუბ ფეხბურთი და წარმატებისგან პირველი ნაბიჯი არის აღიარება პრობლემის და მეორე პრობლემის მოგვარებაზე სტერეოტიპი დავამსხვრიოთ, რომ თვითკრიტიკულად მივუდგეთ, ჩვენ ვაცნობიერებთ ასი წომით დაუშვით და გვინდა ჩვენ კოლეგებთან ერთად უფრო კონკურენტული გარემო შექმნათ და ზუსტად გადავალ ინვესტიციას მინდა გითხოთ ხო რა იგეგმება იმიტომ რომ გვეწურება დრო და პირველ რიგში იგეგმება ინფრასტრუქტურის განვითარება და აკადემია ჩვენთვის ეს არის პრიორიტეტი და 20 მილიონის ინვესტიცია მოხდება და ყველაზე საუკეთესო ბაზაა თავის სტადიონით და თავისი ინფრასტრუქტურით, სარეაბილიტაციო კრების ობიექტები და ასე შემდეგ. ეს გაკეთდება უახლოესი 2-3 წლის მანძილზე, მაგრამ თუ აქ კონკურენტული გარემო იქნება და ჩემპიონატი უფრო მაღალ დონეს, პირდებით რომ კიდევ უფრო დიდი ინვესტიციები და კიდევ უფრო სოლიდურ პარტნიორებთან შევძლებთ, რომ იბერია დამკვიდრდეს რეგიონში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად. ძალიან გამიხარდება თუ სხვა კლუბებისგანაც მსგავსი ინიციატივა წამოვა, იმიტომ რომ ჯანსაღი კონკურენცია კიდევ უფრო გაზრდის, რა თქმა უნდა, ზოგადად ქართული ფეხბურთის დონეს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი აისახება შედეგებზე საბოლოო ჯამში. გრძელვადიანი პერსპექტივაა, მაგრამ შედეგის მომტანი აუცილებლად იქნება. ძალიან დიდი მადლობა, გილოცავთ კიდევ ერთხელ, გისურვებთ წარმატებებს და ყოველთვის რუსთავიორის შემოქმედებითი გუნდი მხარში უდგას ქართულ სპორტს და ყველა იმ წამოწყებას, რომელიც ჯანსაღ ინტერესებს ატარებს.